ეს არის სრულიად სიბნელე და სიბნელეში სახელმწიფო ვერ განვითარდება, იმიტომ რომ სახელმწიფოს სჭირდება მრავალფეროვნება. ხშირად უწევთ საზღვრის გადაკვეთა და შეიძლება პრობლემები შეექმნათ ამის გამო. ჰიბრიდულად მიმდინარეობს სწავლა დღემდე. ჩვენ შემთხვევაში ნაწილი ლექციებისა მიმდინარეობს თავისი ონლაინ, ნაწილი მიმდინარეობს აუდიტორიებში. არ შეიძლება იმიდან ამბიონიდან ესაუბრებოდა სიძულვილზე, არამედ უნდა ესაუბრებოდა სიყვარულზე. გამარჯობა, დღეს ექსკურსია იმყოფება ქალაქ ზუგდიდში, ახლა ვართ სოციალურ საწარმო მეგობარში და დღევანდელი ჩვენი შეხვედრა არის სტუდენტებთან და აბიტურიენტებთან. გვაინტერესებს როგორ მიმდინარეობს ზუგდიდში სტუდენტური ცხოვრება, რაიმე სახის აქტივობები ხორციელდება თუ არა და ამ სხვადასხვა საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს თქვენთან ერთად. მადლობა სულაკავრის გამომცემლობას მხარდაჭერისთვის. მოგესალმებით. დღეს როგორც ლაშამ აღნიშნა ზუგდიდში ვიმყოფებით. ხვდებით ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ხალხს, ახალგაზრდებს, აბიტურიენტებს და სტუდენტებს. მგონია რომ წინ ძალიან საინტერესო ერთი საათი გველოდება. მიმოვიხილავთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, რამდენიმე ნაწილად იქნება დღევანდელი ჩვენი ვიდეო დაყოფილი და მოდი პირველი ნაწილი აბიტურიენტებს დავუთმოთ. და აბიტურიენტებს ვკითხოთ, როგორ მიმდინარეობს თქვენი აბიტურიენტობა, ზუგდიდი რამდენად გიწყობთ ამ ყველაფერში როგორც ქალაქი ხელს და არის თუ არა, იქნებ არ არის საერთოდ სტრესული ეს გარემო, ანუ ეს აბიტურიენტობის პერიოდი თქვენთვის. მოდი ამ რამდენიმე კითხვას ვპასუხოთ, შეგვიძლია დავიწყოთ. და ცოტა დავამატებ კითხვის ფორმულირებას, ანუ საინტერესოა კიდე რა, ზუგდიდში არის უნივერსიტეტი და საინტერესოა თქვენ ზუგდიდში აპირებთ ჩაბარებას თუ სხვა უნივერსიტეტში აპირებთ ჩაბარებას, ასევე როდესაც აბიტურიენტს სურს რომ სტუდენტი გახდეს, მას უნდა ქონდეს რაღაც მოლოდინები, იმედები და ასევე საინტერესოა, აი დღევანდელი მოცემულობა რაც საქართველოშია, რამდენად გაიმედებთ ასე ვთქვათ და რამდენად ხედავთ თქვენს თავს, ან რამდენად მამოტივირებელი ან პირიქით არის დღევანდელი რეალობა თქვენთვის. საინტერესო იქნება. გამარჯობა. სასიამოვნოა თქვენთან ერთად შეხვედრა და ამ სტრესულ პერიოდში ამ თემაზე საუბარი. მოკლედ დავიწყებ იქიდან რომ აბიტურიენტობა მეტად სხვა პერიოდია იმ პერიოდებთან შედარებით, რასაც ადრე გავდიოდით. ადრე მეტად ვერ ვიაზრებდით იმ პასუხისმგებლობებს, რომლებიც ახლა გვაკისრია და ახლა ის პერიოდია, როდესაც გვიწევს ფიქრი ყველაფერზე და ყველაფერში იგულისხმება ის, თუ რაზე ჩავაბაროთ და მოკლედ რა გველის მომავალში. პირველ რიგში ჩემ აბიტურიენტობას რაც შეეხება, ჩემი აბიტურიენტობა მეტად სტრესულად არ მიმაჩნია იმ მხრივ, რომ ყოველთვის ვიყავი იმ საქმით დაკავებული, რითაც ახლა ვარ და ჩემთვის უკვე მიჩვეული ვიყავი იმ ყველაფერს, რაც ახლა გავდივარ ამ პერიოდში და მოკლედ სტრესულად იმდენად არ ამარა, უბრალოდ მიწევს იმაზე ფიქრი თუ როგორ შედეგს დავდებთ და მოკლედ მარტო მე არა, არამედ ყველა იმაზე კონცენტრირებული, რომ თუ შენ კარგი შედეგი ვერ დადები, ანუ არ გისწავლი არაფერი საერთოდ და მოკლედ ეს პერიოდი მხოლოდ და ეს აერონლები არ წვიტავს არავის მომავალს, არამედ ეს უბრალოდ შენი შრომის დაფასება არის და ვფიქრობ, რომ აბიტურიენტებს არ უნდა ეშინოდეთ ამ პერიოდის და არ უნდა ეშინოდეთ თუ რატომ ვერ მიიღეს მაღალი ქულა, რადგან ეს მათ მომავალს არ წვიტავს და შრომა, რომელსაც ახლა გადიან და ის პერიოდი, რომელსაც ახლა მიყვებიან, აუცილებლად დაუფასებათ კენწეროში და უბრალოდ მთავარი არის, რომ ადამიანს გააჩნდეს იმედი და ამ იმედის გარშემო ყველაფერი შესაძლებელია და მადლობა მოსმენისთვის. მოგესალმებით, მე ვარ ლუკა გერზმავა და პირველ რიგში მადლობას გიხდით ესეთი საინტერესო შეხვედრისთვის. რაც შეეხება აბიტურიენტობის პერიოდს, ალბათ აბიტურიენტობის უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს არის ისეთი სტრესული გარემო, საიდანაც გამოსვლა არ შეგიძლია. მე ვიტყოდი პირიქით, მეც ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, რომელიც როდესაც მოსწავლის ფაზაში იყო, ფიქრობდა ესე, თუმცა ახლა სხვაგვარად ვფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით. აბიტურიენტობა ეს არის პერიოდი, სადაც შეგიძლია აღმოაჩინო ძალიან ბევრი რამ. თავიდან მე ძალიან პესიმისტურად ვიყავი განწყობილი და ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა ისეთი გარემო, საიდანაც ვერაფერსაც ვერ მივიღებდი, თუმცა არა, გაკვეთილების პერიოდულად ვარ სხვადასხვა ინოვაციურ აქტივობებში ჩართული, ვკითხულობ სხვადასხვა წიგნებს, კლასგარაში იქნება თუ სხვა უცხოური ლიტერატურა ასე და ასე შემდეგ და ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი პერიოდი, როდესაც შეგიძლია შენ საკუთარი თავის თვით რეალიზება და მოლოდინებს რაც შეეხება, როდესაც წყვეთ რაღაცა ნაბიჯს და გინდა რომ შეიქმნა უკეთესი მომავალი, აუცილებლად უნდა კონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, რომ აი ამ პასუხისმგებლობით შენი შრომითა და აი ამ რთული მიღწევებით აუცილებლად მიაღწიო შენს მიზანს და ეს არის ის პერიოდი, როდესაც შეგიძლია ძალიან ბევრი რამის კეთება, რომ განვითარდე და წინასწარ მოემზადო უნივერსიტეტისთვის. ვფიქრობ, რომ და მინდა ყველა აბიტურიენტს მივსვერ რჩევა, რომ ამ პერიოდში ძალიან ბევრ რაღაცას უნდა დაუთმონ დრო იმისათვის, რომ უფრო განვითარდნენ, იმიტომ რომ
სწორედ ეს პერიოდი გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ აღმოაჩინო ძალიან ბევრი რამ, რეალიზდე საკუთარ თავში და რაც მთავარია იშრომო და არ შეუშინდე არანაირ დაბრკოლებებს, იმიტომ რომ როგორც ჩვენმა დიდმა შოთამ ახსენა, ვარდი უეკლდარების მოუკრებიან და შრომა ეს სირთულეების გარეშე არ მოდის და განათლება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თოფი იარაღი, როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა და ვფიქრობ, რომ ამის გარეშე უბრალოდ ცხოვრება ძალიან რთულია, ამიტომ ყველა აბიტურიენტს ვურჩევდი, რომ აი ამ პერიოდში დაკავდნენ ძალიან ბევრი სხვადასხვა აქტივობებით, იკითხონ ბევრი, იარონ სხვადასხვა სემინარებზე, ტრენინგებზე, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, რომ თვით რეალიზდნენ და განვითარდნენ უფრო კარგად და მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვიცი, რომ ძალიან ბევრ რაღაცებს მივახსენებთ შრომითა და განათლებით. მადლობა. ბარემ ჩაგიკითხებით, აი რამდენჯერმე ახსენეთ თავისუფალი დრო. მე მაგალითად აბიტურიენტი რო ვიყავი, ნაკლებად მქონდა თავისუფალი დრო, რომ რაღაც საკითხებისთვის დამეთმო. თქვენ შემთხვევაში როგორ არის, ანუ რა გააქვთ ეს თავისუფალი დრო იმის გარდა, რაც აუცილებელია რომ აკეთოთ, ანუ რაღაცა საკნებზე სიარული, გარდა მაგისა სკოლაში სიარული, როგორ ააწილებთ ან დროის მენეჯმენტი და როგორია ეგ საკითხი თქვენ შემთხვევაში? იმანჯერისებს. ხო, თავისუფალ დროსაც შეეხება, მე მაქვს ჩემებული სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ვანაწილებ დროს. მეტწილად გარკვეულ დროს უმეტესად ვუთხლობ სწავლას, თუმცა მაქვს ისეთი თავისუფალი დროები, რომლითაც შემიძლია დავკავდე სხვადასხვა წიგნების კითხვით, ტრენინგებზე სიარულით. მაგალითად, ჩემი აბიტურიენტობა მხოლოდ არ მოიცავს ერთ ფაზას, ვარ სხვადასხვა ფაზაში განაწილებული, დავდივარ სხვადასხვა ტრენინგებზე, როდესაც სტარტდება, მაგალითად, ზუგდიდში გვაქვს ჩვენ ესეთი სივრცეები, მაგალითად ცენტრალური ბიბლიოთეკასა და სხვადასხვა ტრენინგები ტარდება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, სადაც დავდივარ, ვიღებ აქტიურ მონაწილეობას, რომელიც მეხმარება, რომ მეტად განმავითარო ჩემი აბიტურიენტობის პერიოდი და მაძლევს ეს იმის შესაძლებლობას, რომ რაც შეიძლება მეტი ცოდნით მივიდე უნივერსიტეტში, რომელიც ძალიან გამომადგება. და მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი კომპონენტი, რაც აბიტურიენტმა აი ამ მოცემულობაში უნდა გაითვალისწინოს, ეს არის სტრატეგია. მთავარია, რომ დრო სტრატეგიულად გაანაწილოს და თითოეულ მათგანს დრო ერთნაირად დაუთმოს და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მას მეტი დრო დარჩება იმისათვის, რომ სხვა საკითხებით დაკავდეს და უფრო მეტად განავითაროს საკუთარ თავი. მოკლედ, მე მეტად სხვაგვარად ვფიქრობ ამ საკითხზე, რადგან როდესაც აბიტურიენტი ხარ, აუცილებელია დისციპლინა, მარტო აბიტურიენტობისაც არა ზოგადად სხვა საკითხში და ამ დროს აპრიორიტეტებ იმას, რაც შენთვის მნიშვნელოვანია და ზოგადად სტრატეგიაც ეს არის, რომ დაგეგმო ის, რაც მომავალში შენთვის აუცილებელია, მაგალითად, სტრატეგიული დაგეგმვისას ჩემთვის ახლა პრიორიტეტი არის, რომ ჩავაბარო ეროვნულები და მოვხვდე უნივერსიტეტში და ამ დროს მეტად ორიენტირებული ხარ იმაზე, რომ ჩავაბარო კარგად და იმ შედეგით, რომელიც გინდა და ამ დროს ჩემი აზრით მეტად ნაკლებად რჩება იმისთვის დრო, რომ მეტად ჩართული იყო ამ სხვა საქმეებში, რადგან შეიძლება ან მე პირადად დაკავებული ვიყავი ამ აქტივობებით ძალიან ბევრ ტრენინგზე დავდიოდი, მაგრამ ახლა უკვე ჩემთვის პრიორიტეტი რაღაც ფასეულობები გადავაფასე და ამ დროს უფრო მეტი დროს ვუთმობ სწავლას და არა ამ საზოგადო საქმეში მონაწილეობას. რატო აბარებთ უნივერსიტეტში ზოგადად? რატო გადაწყვეტეთ რომ უნივერსიტეტში ჩაგებარებინეთ? ჩემ შემთხვევაში მე ვაბარებ პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე და ვფიქრობ, რომ უმაღლესი განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, გარდა ამისა უნივერსიტეტი გაძლევს ამავდროულად ძალიან ბევრ შესაძლებლობას, გაეცნო მსოფლიო კულტურას, მიიღო მონაწილეობა გასვლით პროგრამებში და დაამყარა ურთიერთობა უცხოელ ადამიანებთან და გაუცვალო ჩვენი საკითხები სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ სწორედ კულტურის ჩამოყალიბება და სწორი კომუნიკაცია აყალიბებს ერთმანეთში იმ საერთო მიზნებს, საერთო ინოვაციურ იდეებს, რომელიც აუცილებლად გამოგვადგება უკეთესი მსოფლიოს შესაქმნელად და სწორედ ვფიქრობ, რომ ჩემი სუბიექტური აზრით უნივერსიტეტი გვაძლევს ამის შესაძლებლობას, რომ მივიღოთ სხვადასხვა თემებზე განათლება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება და ჩემი შეხედულებით უმაღლესი განათლება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს თითოეულმა ადამიანმა. რაც შეეხება რეპეტიტორებთან სიარულს, მე მაქვს ჩემეული შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ დღევანდელი ქართული განათლების სისტემა არ იძლევა იმდენ შესაძლებლობას, რამდენსაც უნდა ვღებულობდეთ ჩვენ რეალურად. იმიტომ რომ სისტემა იმდენად არის მოწყობილი, რომ რეალურად მოსწავლეებს ყურადღება გადააქვთ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და მაგალითად მე ვფიქრობ, რომ ის დრო, რაც სკოლაში არის განკუთვნილი, ჩემი აზრით არასაკმარისია იმისათვის, რომ მიიღო ის განათლება, რასაც
ჩვენ ინდივიდუალურ რეპეტიტორებთან ვიღებთ, ჩემი შეხედულებითა და სუბიექტური აზრით, რეპეტიტორები უფრო მეტად გვითმობენ დროს და უფრო საინტერესოდ გვიხსნიან გაკვეთილებს, იმ თვალსაზრისით, რომ პირველი ის, რომ დრო ძალიან მეტად არის განკუთვნილი და ესე იგი, ყველას აქვს თავისი ინდივიდუალური მიდგომა მოსწავლეებთან დაკავშირებით, გარდა ამისა, ჩვენ გაკვეთილის გარეშე განვიხილავთ ისეთ თემებს, რომელიც შემდგომ აყალიბებს ერთმოცემულობას, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ქართული განათლების სისტემა უნდა შეიცვალოს ყველა მხრივ აბსოლუტურად, იმიტომ რომ არ გვაძლევს ჩვენ სკოლა იმდენ შესაძლებლობას, რომ რეპეტიტორების გარეშე ვისწავლოთ, იმიტომ რომ არსებობს სხვადასხვა საკითხები, რომელიც აუცილებლად მოსაგვარებელია და ვფიქრობ, რომ ქართული განათლების სისტემა უნდა შეიცვალოს მთლიანად და უფრო გახდეს მეტად ინოვაციური, შემოვიდეს ახალი დამატებითი საგნები, რომელიც მოსწავლეებს დააინტერესებთ და სკოლა ეს უნდა იყოს თავისუფალი სივრცე, სადაც მოსწავლეს შეძლებს, რომ საკუთარი პიროვნება მე შექმნას. ეხლა თქვენ თვით რომ უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ ის სივრცე, სადაც ჩააბარებთ და მხოლოდ განათლებას მიიღებთ, იმიტომ რომ რა ვიცი, აი ChatGPT-ს გითხრა ყველაფერს და YouTube-ში მოვძებნი კურსებს და რავი, მარკეტინგის სწავლა თუ მინდა, ბევრად უნივერსიტეტში 4 წელი ვსწავლობ, 1 წელში ვისწავლი, ალბათ იგივე, ან შეიძლება უფრო მეტიც ვისწავლო, მაგ მიმართულებით, ხო, უნივერსიტეტი მარტო იქ სივრცე არ არის, ხო? უნივერსიტეტი ეს სივრცე, სადაც სოციალიზაცია ხდება, ადამიანები რაღაც ღირებულებების გარშემო იკრიბებიან და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ ეხლა დღეს გვაქვს მოცემულობა, სადაც აი გაცვლით პროგრამებს ემუქრება საფრთხე რა. გაცვლით პროგრამებისას რა ხდება რეალურად, შენ მიდიხარ და სხვა ქვეყნის სტუდენტთან ერთად რაღაც განიხილავ კულტურას, რაღაც მსგავსებები და განსხვავებები გქონს, რაღაც აი ეს რაღაც კავშირი თითქოს წყდება დღეს, ხო? და აი ჩემი კითხვა რა იყო ძირითადად იყო ის, რომ დღევანდელ მოცემულობაში რა, სადაც რა ვიცი, ადამიანები უკვე რამდენი დღეა ყოველდღე გამოდიან აპროტესტები და თქვენზე ოდნავ უფროსები ციხეში სხედან, ხო? და ასე შემდეგ, ანუ ამ მოცემულობაში როცა სალაპარაკოენა დაკარგულია რაღაც პოზიციასა და ოპოზიციას შორის, როცა აი სამართალზე აპირებთ თქვენ ჩაბარებას და ხედავთ რომ სამართალი დიდად არ ფასობს ამ ქვეყანაში. ანუ ჩემი კითხვა ეგეთი არის, ანუ ეს მოცემულობა თქვენთვის როგორ ისახება, ანუ რას აპირებთ, ანუ მოტივაცია ალბათ არ გექნებათ ხო ამ ყველაფრის შემდეგ, ანუ რას ფიქრობთ ზოგადად, ანუ რატომ გინდა ჩავარებათ, ან როგორ აპირებთ სხვაგან აპირებთ სხვა ქვეყნის საქართველოს გარეთ რომ გააგრძელოთ სწავლა, თუ აი როგორ აი მომავალი 5 წელი როგორ წარმოვიდგენიათ თქვენი? პირობითად ვთქვა. კარგით, მოკლედ გეთანხმებით, რომ დღევანდელ საზოგადოებაში მოტივაციას გიკარგავენ იმით, რომ არ ფასობს ის, რაც გინდა რომ შრომით მიაღწიო და ამაში გეთანხმებით სრულიად მართალი ხართ, იმიტომ რომ დღევანდელ საზოგადოებაში ისე ხდება ეს გაუცხო კაცება, რომ არ ფასობს არც შენი შრომა, ანუ არაფერი არ ფასობს და ამის გამო ხშირად ფიქრობს ძალიან ბევრი ადამიანი, უმეტესობა ხშირ შემთხვევაში, რომ ქვეყნიდან წავიდეს და ასეც არის. ძალიან ბევრი ადამიანია დღევანდელ რეალობაში ემიგრაციაში და ეს ყველაფერი ალბათ ჩვენი სახელმწიფოს ბრალია პირველ რიგში და რაც შეეხება მე ჩემი 5 წელი როგორ წარმოვიდგენია, ესე არ ვიცი, მაგრამ ყოველთვის ფიქრობდი, რომ წავსულიყავი ამ ქვეყნიდან, იმიტომ რომ სულ ისეთი წარმოდგენა მქონდა, რომ აქ არაფასებდნენ შენ შრომას და ზუსტად ვიცოდი, რომ სხვა ქვეყანაში აუცილებლად დააფასებდნენ იმ ნიჭსა და შრომას, რომელიც სინამდვილეში აქვს ადამიანს და ნამდვილად ისე ვფიქრობ, რომ ანუ მოტივაციას გიკარგავენ აქ და უკვე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომ უკვე ამ ყველაფრის გამო აღარ უნდათ აქ დარჩენა და წასვლა. ქვეყანაში ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული რეპრესიული პოლიტიკიდან გამომდინარე და ის მარაზმი, რაც ჩვენ ვიხილეთ აი ამ 3 წლის განმავლობაში და დღემდე, არის ძალიან ისეთი, არ ვიცი, უბრალოდ სრულიად მარაზმი და სირცხვილი. ამ მოცემულობაში სწორად აღნიშნა ანიმ, რომ ესე არ ფასობს განათლება და შეიძლება ინდივიდს დაეკარგოს იმის მოტივაცია, რომ მიიღოს განათლება და აი ამ რთული შრომით მიაღწიოს საბოლოო მიზანს, ხო? პირობითად მე როგორ წარმომიდგენია ჩემი 5 წელი დავასახელებდი ორი სიტყვით მოძრაობა და ქაოსი, იმიტომ რომ მე თავად ვარ პროტესტის მონაწილე, აქტიურად სხვათა შორის და აქტიური დაპირისპირება გამაჩნია რეჟიმთან, აქედან გამომდინარე, სწორედ იმიტომ გადავწყვიტე ეს ფაკულტეტი, რომ სწორედ რეჟიმს ჩემი სიმტკიცისა და ჩემი განათლებით დაუპირისპირდე, მივიტანო ხმა საზოგადოებამდე და მათ შორის იმ საზოგადოებამდე, რომელიც პროპაგანდით არის განწყობილი, ჩემთვის ერთადერთი პრიორიტეტი
რაც მე მაძლევს мотиваციას ის არის რომ მე საზოგადოებამდე მივიტანო ხმა, იმიტომ რომ რეჟიმი ყველანაირად ცდილობს რომ საზოგადოება გადატეხოს და სრულ იზოლაციაში მოაქციოს, რაც საბოლოოდ გამოიწვევს ჩვენი ქვეყნის სრულ მორალურ დეგრადაციას, რაც სრულიად კატასტროფა იქნება. აქედან გამომდინარე, ჩემი ერთადერთი мотиваცია, როგორც აღნიშნე, ეს არის რომ მე რაც შეიძლება მეტად ჯიუტად და მოძრაობით დაუპირისპირდა რეჟიმს, რომ ჩემი წვრილი ხმა საზოგადოებამდე მივიტანო და საზოგადოება დავარწმუნე იმაში, რომ ეს არის სრულიად სიბნელე და სიბნელეში სახელმწიფო ვერ განვითარდება, იმიტომ რომ სახელმწიფო სჭირდება მრავალფეროვნება. ერთ მოცემულობაში, ერთ ფაზაში უბრალოდ არანაირი განვითარების ფაზა არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მე ვიცი რომ აუცილებლად ძალიან რთული იქნება ჩემი ეს მომდევნო 5 წელი და შეიძლება დევნის საფუძველიც იყოს აქედან გამომდინარე პოლიტიკური თვალსაზრისით გულისხმობ, მაგრამ მთავარია რომ სიჯიუტე, მოძრაობა და არ დანებება, იმიტომ რომ რეჟიმსაც სწორედ ეს უნდა. როდესაც ქვეყნიდან მიდიან ინტელიგენცია, როდესაც ქვეყნიდან მიდის პროფესიონალი ექიმი, პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში მოდის ქუჩიდან მოსული ადამიანები, ვაჭრები და სრულიად ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ სფეროს არ შეესაბამებიან. აქედან გამომდინარე, სწორედ სახელმწიფოს ანადგურებს ეს ადამიანები და ჩვენ სამწუხაროდ დღეს ეს რეალობა გვიდგას. და ამ რეალობის ერთადერთი რითაც ეს რეალობა შეგვიძლია ჩვენ დავამშვიდობოთ, ეს არის ახალგაზრდების ხმა და არა მხოლოდ ახალგაზრდების ხმა, იმ აქტიური მოქალაქეების ხმა და საზოგადოების კონსოლიდაცია, რომელიც რეჟიმს საბოლოოდ დაამსხვრევს. უნივერსიტეტის აგზამინებდა რაღაც დამატება, რაც მე მაგალითად როცა რაღაც უნივერსიტეტში ვაბარებდი, არ მქონია ის განცდა, რომ უნივერსიტეტი ამერჩია რაღაც ღირებულებების გამო, რაც იყო ჩემი აზრით, ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. რეგიონში განსაკუთრებით არსებობს ეს პრობლემები, იმიტომ რომ მე თვითონ რეგიონიდან ვარ და ვიცი, რომ არსებობს რაღაცა ჩამყაყებული, ჩამპალი აზრი და გონი, რომ რაღაცა უნივერსიტეტები არის დალაგებული, კლასიფიცირებული რაღაცა არ ვიცით რა კრიტერიუმებით. ჩემი უბრალოდ რაც მეგობრული რჩევა იქნებოდა, რომ არ გამახვილოთ ყურადღება იმაზე, ვინ როგორ აკვალიფიცირებს კონკრეტულ უნივერსიტეტს, გააკეთეთ აქცენტი იმაზე, რომელი უნივერსიტეტი ერგება თქვენს ღირებულებებს. თუ ეგ მომენტი დაიჭირეთ და უნივერსიტეტთან ეკკვეთა იქნა, თქვენი ეს სტუდენტური პერიოდი იქნება უფრო მარტივი, უფრო საინტერესო და უფრო ღირებული, ვიდრე ეს იქნებოდა სხვა შემთხვევაში. დანარჩენ საკითხში ყველაფერში რაღაცა მაქსიმალურად გეთახვევით. ერთი მომენტი ამ რეალობაში სამწუხაროდ არა მარტო შრომა და არა რაღაცა სხვა საკითხი, არამედ არ ფასდება ადამიანი. ანუ ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ახლა გვიდგას და ეს არა მარტო სახელმწიფოს პრობლემაა და სტრუქტურის პრობლემა, არამედ ადამიანშიც. ანუ ჩვენ თვითონ მოქალაქეებშიც არ არის განცდა და არ არის ის აზრი, რომ ადამიანი როგორც ღირებულება არის უმთავრესი და არ შეიძლება ადამიანის მიღმა რაიმე არსებობდეს. თუ ეს რაღაცა სისტემა ებრძვის ადამიანს, არ არის ის, რომ ადამიანი არის ცუდი, არის რაღაცა გარღვევა სისტემაში და სტრუქტურაში. შესაბამისად, ბრძოლა რაღაც კონკრეტული ერთი ადამიანის მისამართით არ არის მხოლოდ ბრძოლა არის რაღაცა ჩამპალი სისტემის წინააღმდეგ, რომელიც ისე ფორმირდა ჩვენში, რომ თავის სახე ფაქტობრივად სამწუხაროდ დაიმკვიდრა. და ეს თავის სახე არის რაღაცა ავტოკრატიული, დიქტატურული სტილისკენ მიდრეკილი ოლიგარქიული მმართველობა. თელმა პროპაგანდამ ისე იმუშავა, რომ თვითონ ევროპა არის რაღაც გარყვნილებას ასოცირებული, ხო? როდესაც მე-13 საუკუნეში საუნივერსიტეტო კერავი არსებობს რა ევროპაში და განათლება იქიდან მოდის არა რასაც ახლა ჩვენ უწოდებთ ამ განათლებას რა ფორმითაც ახლა ვიღებთ ამას, ხო? ანუ მთელი ჩვენი დასავლური ღირებულებები ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ადამიანებს ვცემთ პატივს, ვცემთ განათლებას, ვცემთ ღიაობას პატივს, რომ და ასე ვართ მიმღებლები, ხო? და ის რასაც ჩვენ უპირისპირდებით არის სრულიად საწინააღმდეგო. უნდა ჩაკეტოს საზოგადოება, უნდა რაც შეიძლება ნაკლები აზრი და ტრიალებდეს, ანუ განსხვავებული აზრის ჩახშობა ცდილობენ მაქსიმალურად. ეხლა რაც ხდება სავარაუდოდ კანონ პროექტსაც შეიმუშავებენ, ეს იქნება წმინდად ის, რომ ავტონომია ჩამოაშორონ შედარებით თავისუფალ უნივერსიტეტებს, რომლებიც ასე თუ ისეთ კერად ითვლებიან, რომელიც რეჟიმს არ მოსწონს, ხო? შესაბამისად აი საინტერესოა აი ზუგდიდში პირობითად თქვენთან არის ერთი უნივერსიტეტი, როგორც ასეთი, ხო? ZSU და მაინტერესებს
როგორც აი საუნივერსიტეტო ქალაქია ხო ზუგდიდი მაინტერესებს თუ იგრძნობა ამ ქალაქში საერთოდ ის რომ აქ უნივერსიტეტია და სტუდენტები ცხოვრობენ დადიან აქტიურობენ პირობითად რამდენად არის ბმა უნივერსიტეტსა და რაღაც პროტესტს შორის ანუ გულისხმობ რა აქტიურ ადამიანებს შორის ხო იმიტომ რომ ჩვენ ყველა ხო ლაპარაკობთ იმაზე რომ ეს სტუდენტების ხმა უნდა იყოს რაღაც სტუდენტები გადამწყვეტი უნდა იყოს უბრალოდ ხშირ შემთხვევაში ამას იმდენად ვერ ვხედავთ ხოლმე რა თავი რო არ მოვიტყუოთ დიდად არის ხოლმე რაღაც დიდი აფეთქებები მაგრამ ამ დიდ აფეთქებებში მარტო სტუდენტები არ გამოდიან გამოდის ყველა ხო და თუნდაც თბილისში ახლა შეიძლება ბევრგან ჩანდეს რომ სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები გამოდიან და რაღაც მარშებს აწყობენ და ასე შემდეგ არა ყველგან არის ეს პრობლემა ახლა 30000-იან უნივერსიტეტში რომ რაღაც 100 სტუდენტი გამოდის ეგ არ არის რაღაც სტუდენტების ხმა ეგ არის მცირე ჯგუფის რაც ასე რაღაც პატივსაცემია და რაღაც მათ შრომაზე პატივსცემდა კი ბატონო მაგრამ მე ვამბობ რომ ეს საერთო სურათი ეგ არ არის რა მე მაინტერესებს აქ რა ხდება მაგ კუთხით თუ სული ხო პირდაპირ დავიწყებ მე ვარ ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი და პირველ კითხვაზე პასუხით დავიწყებ რომ არის თუ არა ზუგდიდი სტუდენტური ქალაქი და იგრძნობა თუ არა ეს სტუდენტური ზოგადი ჭრილით ვიტყვი და მე ვიტყვი ამ ზოგად აქციების და ამ ჭრილით სიმართლე რო თქვა დიდად მე პირადად ვერ გძნობ იმას რომ ზუგდიდი არის მაინც სტუდენტური ქალაქი ანუ რა თქმა უნდა არის სტუდენტები მეც ვარ სტუდენტი მაგრამ აი ისეთი რომ ძალიან ხშირი გასვლებია ძალიან ბევრი და ძალიან დიდი აქტიურობა ამ ხრივ მეთქი მართალი არ არის რა თქმა უნდა აწყობენ შესაბამის რაღაცა შეხვედრებს რაღაც პატარა მოკლე გასვლებს მაგრამ არის ამ ხრივ ცოტა სიდუხჭირე რაღაცა ინფორმაციის ხრივ და ცოტა რთულიც არის შედარებით მოსაძიებლად. ნუ ბოლო პერიოდი რაღაცა აქტიურობდი მეც ინტერნეტში და ვაკურდებოდი და აქედან გამომდინარე რომ იყო რაღაცა ძირითადად სპორტული მხრივ გასვლები, იყო რაღაცა გამოწვევები მსგავსი, მაგრამ მაინც და მაინც აი ძალიან დიდი აქტიურობა და რაღაცა რომ სასწაული და გასაგიჟებელი, მაინც და მაინც არა. ნუ ეს არ არის დასაწუნი, რასაც აკეთებს ის კარგია და ჩემი აზრით რაღაც დონეზე შესაბამისიც არის, იმიტომ რომ თბილისთან შედარებით ზუგდიდი არაა დიდი ქალაქი, მასშტაბით რო შევადაროთ, ბევრად პატარა არის და ჩემი აზრით ეს ზუგდიდისთვის შესაბამისია. მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი რომ იგრძნობა ამის მიხედავად, ანუ უფრო მეტი შეიძლება ან ვერ ვიტყვი ზუსტად უფრო მეტი შეუძლია თუ არა, მაგრამ მე მგონია რომ შეუძლია ეს ჩემი სუბიექტური აზრია რომ შეუძლია და ცოტა მონდომება უნდა და ეს არ არის ჩემი დამოკიდებული მარტო უნივერსიტეტზე, ეს არის ასევე დამოკიდებული სტუდენტებზეც, სტუდენტებმა უნდა მოითხოვონ აქტიურად, თუმცა სტუდენტების ის ცალკე თემა არის და მაგას ეს უფრო ასე ვთქვათ სენსიტიური საკითხი გამოდის, იმიტომ რომ ზუგდიდის უნივერსიტეტში არ არიან მარტო ზუგდიდელი სტუდენტები და ან სამეგრელოს რაიონები და მოსული სტუდენტები, შეიძლება სხვა რეგიონებიდანაც იყვნენ მოსულები და განსაკუთრებით რის გამოც ზუგდიდის უნივერსიტეტს ვაფასებთ, ეს არის რომ აფხაზეთის ბავშვებს აძლევს საშუალებას რომ მოვიდნენ აქ. და ნუ რაც ვაკვირდები, მაინც და მაინც ბევრი აქტიურობა არ არის სხვადასხვა სტუდენტების ხრივ, ანუ არიან ზოგიერთები, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომლებსაც აი მე პირადად ქონდა ასეთი იმედები არა, ანუ წარმოდგენა მქონდა ასეთი, რომ როცა უნივერსიტეტში მივიდოდი, აუცილებლად იქნებოდა მანდ ბენდი. ეს ჩემი სუბიექტური არის, პირადი ის არის, მაგრამ ანუ როდესაც მოვედი ზუგდიდის უნივერსიტეტში, ცოტა იმედები გამიცრუდა ამ ხრივ, იყო რაღაცა 1-2 დაიწყო საუბარი, რომ გავაკეთოთ ესა იყო ამ ხრივ რაღაცა, მაგრამ არ შედგა. და ეს ჩემი აზრით გონია, რომ იყო სტუდენტების არ იყო სტუდენტების მხრივ ამის მოთხოვნილება და არ იყო სტუდენტების ამ მხრივ აქტიურობა. და სწორედ ეს არის ჩემი აზრით ის პრობლემა, რატომაც არ იგრძნობა რომ ზუგდიდი არის სტუდენტური ქალაქი ზოგადი ჭრილით. რაც შეეხება აქციების ჭრილით, ეს უკვე ცოტა ისეთი საკითხი არის, იმიტომ რომ ზოგიერთის განსხვავებული აზრი აქვს, ანუ რადიკალურად განსხვავებული აზრი აქვს, ზოგი ამართლებს კიდევაც ჩვენ სახელმწიფოს და ზოგი უბრალოდ პასიურობს გარკვეული მიზეზების გამო, ანუ შუაში ანუ არც იქით არიან, არც აქით არიან და რაღაც მხრივ ასეთ ხალხს დიდად ვერც დააძლევს, ანუ შეიძლება რა თქმა უნდა მოთხოვოთ, მაგრამ ისეთი ხალხი ცენტრისტობს, რომ მაინც და მაინც ვერ მოითხოვ იმათგან, განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებ ისეთ ხალხზე, რომელიც აი ის რომელსაც ხშირად უწევს საზღვრის გადაკვეთა და შეიძლება პრობლემები შეექმნათ ამის გამო და შეიძლება მეც ახლა რამე მითხრან იმის გამო, რომ მათზე ანუ ასე ვსაუბრობ, მაგრამ ეგ ნუ ცალკე საკითხია მაგი და ამ ხრივ დავიბაროთ. და ზუსტად იგივე სიტუაცია არის ჩემი აზრით ამ აქციების ჭრილითაც და აქციებზე აქტიურობით და ზოგადად პროტესტის ქონის ჭრილითაც.
თუ სტუდენტებს არ აქვთ ამ მიმართ მოთხოვნილება, ვერ იზამენ, ანუ როგორც აკაკი წერლის ერთ-ერთ ნაწარმოებში იყო, რომ რა ქვია, სტუმარი მოვიდა, მაგრამ მასპინძელი თუ სწორად ვერ დახვდა, ანუ სწორად ვერ მიიღო, მაშინ ტვინში ჭკუა არ შევა, ან რაც არ უნდა ასწავლოს მასწავლებელმა, თუ თვითონ ბავშვი არა ისეთი მზად, არ აქვს სურვილი, ვერ იმას ძნებს და სწორედ ასე არის, რომ თუ სტუდენტებს არ აქვთ სურვილი, არ იქნება ასე. და სწორედ ასე მგონი აქაც. მაგას დამატებული მასშტაბის პრობლემაც არის. ზუგდიდი, ანუ როგორც შენ თქვი ხლა 30000-იანი სტუდენტი უნივერსიტეტი რო არის და იქიდან 100-ი გამოდის, რა თქმა უნდა, ის ასე დასაფასებელია, მაგრამ ის ასე არაფერი არის და ზუგდიდში სტუდენტების რაოდენობა ბევრად უფრო მცირე არის. და კიდე უფრო ანუ მასშტაბით რო შევადაროთ, დაახლოებით ის რაოდენობის ხალხი გამოდის ზუგდიდში, რაც გამოვიდოდა უფრო მეტი სტუდენტი რო ყოფილიყო, ანუ როგორც თბილისში არის ეგრე. შემთხვევაში და ჩემი ეს არის ამ აქციების ჭრილშიც. ხო, შეიძლება ითქვას, რომ პროცენტულობა დაახლოებით ერთი და იგივე სახით არის, მაგრამ ანუ როგორც ვაკვირდები, თბილისში ბევრად უფრო მეტი უნივერსიტეტი არის და ბევრად უფრო აქტიურობა არის ამ მხრივ, იმიტომ რომ თბილისი ზუგდიდიდან განსხვავებით არის მულტიკულტურული ქალაქი, მუდამ იყო ეს, ისტორიიდანაც გვახსოვს და მულტიკულტურულ ქალაქებს აქვთ ეს დამახასიათებელი, რომ მანდ არის აზრების გასვლა და უფრო ღია გახსნილი გონების მქონე ხალხი არის, რომლებიც სხვადასხვა შესაძლებლობებს აძლევენ საშუალებას. უფრო რეგიონულ, უფრო ჩაკეტილ ქალაქებში, უფრო ჩაკეტილ გონებიანი ხალხი არის, ანუ არ ვამბობ ყველა ასეთი არის მეთქი, მაგრამ უფრო ახასიათებელი არის და აქედან გამომდინარე, რადგან უფრო გახსნილ გონები აქვს, ანუ გახსნილ გონებაში გულისხმობ არა განათლებას და ცოდნას და რაღაც, ანუ ქსენოფობია არ არის იმდენად რა, ანუ ახლის შიში არ არის იმდენად და რაღაცა ახალს რო სინჯავ რო იმაშები ეცნობი ამ ახალს მით უფრო დარწმუნებული ხდები, ანუ ადარებ უფრო მეტი შედარების საშუალება გაქვს, უფრო მეტი არჩევანის გაკეთების საშუალება გაქვს და აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე არის რომ თბილისში უფრო მეტი ადამიანის გამოდის ხოლმე გარეთ, უფრო მეტი ადამიანი უშინდება ნაკლებად ამ ყველაფერს, ამ რეჟიმს და ასევე ის არის რომ თბილისი უფრო დიდი ქალაქია და ზუგდიდიდან განსხვავებით ყველა შეიძლება არ იცნობს. ზუგდიდში ყველას იცნობს და ეს ზოგადად პატარა ქალაქების მახასიათებელი არის და რომ გინდოდეს გასვლა არის ეს წარმოდგენა, როგორც ირაკლი მახსენა, ის ცუდი რაღაცა რაც ჩარჩენილი არის, რომ ის რას იფიქრებს. მეზობელი რას იფიქრებს, თუ მე გავედი, ანუ თუ მე ამას ხარს უჭერ და ძირითადი რაც დამაკავებელი შეიძლება იყოს, ანუ ძირითადი არა, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი რაც დამაკავებელი შეიძლება იყოს, არის სხვების აზრი და გვეშინია განსჯის. არის ხოლმე რა ხშირად რა, რომ აი რა სიტყვიან მაგალითად მეზობლებიან ვიღაცებიან. რეალურად ხო ჩვენ ხო გაზრებული გვაქვს რომ სწორ მხარეს ვართ რა. ანუ პირიქით ისინი უნდა იყვნენ ისეთ პოზიციაში რომ რაღაც თვალს ვერ გვისწორებდნენ, ანუ რა ჩვენ ცემეთ, ანუ ჩვენ დავიჭირეთ, ჩვენ რაღაცა ვაწამეთ, ანუ ჩვენ წავიყვანეთ რუსეთისკენ, ანუ პირიქით ჩვენ ვართ ის ადამიანები, რა ვიცი, ერთი-ორი ადამიანიც რო დავრჩეთ ბოლოს ან რაღაც რამდენიმე ასეული მთლიან საქართველოში, ანუ ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც რეალურად რაღაც კბილებით ვიჭერთ საქართველოს რაღაც ნორმალურ მომავალს რა. ანუ ვიზა ლიბერალიზაციას ეს დიდი ალბათობით მალე შეაჩერებენ. ანუ გასული პროგრამები აღარ იქნება, რავი, ავღანელები და ვიღაცებთან გვექნება გახსნილი გზა და ხო, უვიზო მიმოსვლა და რა ვიცი, იმის კობახიძის მეგობარი თალიბანი და რაღაც შემოვა, ხო, რეალურად და ანუ ჩვენ ვართ ის რეალურად ის ადამიანები, ვინც ცდილობთ რომ საქართველოს რაღაც ამ პასთან დამაკავშირებელი გზაფივით დავიჭიროთ ხო რაღაცით ხო აი ძართულ პროცესში ვართ და რეალურად ეს კიდე მეტად ჩვენ დავიღოთ ალბათ თავზე რომ ამათ რაღაც შევაგენებინოთ რომ შენთვისაც კარგი მინდა რა ანუ ხო არა შუაშისტებს რო ეძახით რეალურად ანუ შუაშისტი ჩემი აზრით არის უფრო მეტად კონფორმისტი ადამიანი რომელიც იტყვის რომ აი საით გადაიხრება აი ეს სასწორე აი აქეთ თუ გადამოდი აბა აქეთ რაღაც სარგებელს ვიპოვი ხო ცოტა აქეთ თუ გადაიხარა და აი ბევრი ხალხი გამოვიდა აქციაზე მოდი მეც გავალ ეგრე ხო არ არის რეალურად ეს ქვეყანას ვერ ავაშენებთ ქვეყანა უნდა ააშენოს იმ ადამიანებმა ვისაც რაღაც იდეის წამს და ეს იდეა არის ეს დასავლური ღირებულებები ანუ ადამიანის პატივისცემა და თუნდაც აი ხშირად პროპაგანდას ლაპარაკობს აი რელიგიას ებრძვიან და პირიქით არის რელიგიას ვინ ებრძვის ქართული ოცნება გელად შეხედეთ იქით რა სვეტიცხოველს შეხედეთ და კულტურულ რაღაც იმას შეხედეთ რა ქვია ცენტრებს ხო და რა ვიცი დასავლეთი იყო ვინც ცდილობდა ყოველთვის რომ ეს კულტურული რაღაც ადგილები ისტორიული ადგილები რელიგიური კერები რაღაც შეენარჩუნებინა და რაღაც ყველასთვის ხელმისაწვდომი
ყოფილიყო და ენახაც და რაღაც ასე შემდეგ. ანუ რატო ხდება ის, რომ ეს პროპაგანდა იმდენად რა ვიცი, აჩვენებს ამ ადამიანებს, რომ რეალობას ვერ ხედავენ. არ ვსაუბრობ იმ კონფორმისტ ტიპებზე, რომლებსაც შეიძლება გაზრებული ქონდეს, მაგრამ რავი, მაგათთვის სულ ერთია რა, ხო? ხო და მაგიტო აი სტუდენტებში მაინტერესებს, ანუ ამ სტუდენტებს გაზრებული აქვთ სად იმყოფებიან, რა ქაქშიც არიან ეგ გაზრებული აქვთ თუ უბრალოდ რაღაც თუ არ აქვთ გაზრებული, კიდე მესმის რომ აქ შეიძლება მუშაობა და რაღაც ჩავიდეთ, ველაპარაკოთ და ტვინი გაუხსნათ და რაღაცები ჩაუდოთ თავში, ამ რაღაც იდეები ჩაუდოთ, ხო და აუხსნათ, ხო? რეალურად ყველაფერი, მაგრამ თუ ეს გაზრებული აქვთ და ეგენის ისე კონფორმისტები არიან, როგორც წინა რაღაცნაირად თაობა, მაშინ რა ვიცი, რამდენად აქვს მაგ ადამიანებთან საუბარს, აზრი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო მეტად რაღაც ის მოკავშირეები უნდა ვეძებოთ, ვისთანაც რაღაც დალაპარაკებას შეუძლებთ და ასე შემდეგ. ანუ მაინტერესებს აქ რა ხდება, ზოგადად აი ზუგდიდის უნივერსიტეტში, ზუგდიდის ახალგაზრდებში რა ხდება, რა ინტერესები აქვს, ანუ რაღაც ტყავის კურტკა და სათვალიციარული ურჩევნიათ ყველაფერს თუ რაღაც არის რაღაც დაპერწკალი ზოგიერთში, ვინც ცოტა ფიქრობს, რომ აი ევროპა კარგია და კარგია თუ რაღაც ნორმალური სამსახური გვექნება, რაღაც ნორმალური პირობები გვექნება, რავი, ჯიგრულ ქართულ პონჩი არ მოვექცევით ერთმანეთს და ვიღაც უდიპლომო ფეხბურთელი არ გვეყოლება პრეზიდენტად. ანუ საინტერესოა აი რო ვიცოდეთ რა ხდება ჩვენს რეალობაში, ხო, ჩვენ გარშემო. ხო და აი ერთ რაღაცას დავამატებ, აი ეს რაღაცა ზოგადად რომ მიმოვიხილოთ და თან კონკრეტულად მაინტერესებს აი რაცა პროპაგანდა როგორ მუშაობს, ან საერთოდ მუშაობს თუ არა, აი ამ ახალგაზრდებში იმ ხალხთან იდეაში, რომლებზეც ნაკლებად უნდა მუშაობდეს პროპაგანდა, რადგან მათ უფრო მეტი საშუალება აქვთ, როცა სოციალური ქსელი არსებობს, უფრო მეტი საშუალება აქვთ, რაც სწორი ინფორმაციის მიღების ყველაზე ცოტა, რომ თქვა და მინიმალური ამ ინფორმაციის გადამოწმების, ანუ რაცა როგორ მუშაობს პროპაგანდა, როგორი არის ეს რაცა პროპაგანდა აი ამ საუნივერსიტეტო საკითხში. ხო, სანამ უშუალოდ პროპაგანდაზე და აქციაზე საუბარზე გადავალ, პირველ რიგში მინდა გავაგრძელო ალექსის ნათქვამის ის ნაწილი, რომ ზუგდიდი მართალია არის საუნივერსიტეტო ქალაქი, გვაქვს უნივერსიტეტში, რეგიონში უნივერსიტეტი, თუმცა ეს იმას აბსოლუტურად არ ნიშნავს, რომ ზუგდიდში სტუდენტობა ზღვიძავს. ეს იმას აბსოლუტურად არ ნიშნავს, რომ ზუგდიდში სტუდენტობა ასე ვთქვათ ჩქეps. მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი რეგიონია, უნივერსიტეტია ეს რეგიონში, ამასთან ერთად მას სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც აერთიანებს სტუდენტთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 60%, რომელიც აფხაზეთიდან არის დევნილი. როდესაც თუნდაც პირობითად პროპაგანდაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ეს სტუდენტები და ის სტუდენტების ნაწილი, რომელიც აფხაზეთიდან გადმოდის. ესენი არიან სტუდენტები, რომლებიც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი არიან ამ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ჯერ კიდევ თუნდაც აბიტურიენტობის პერიოდისას, როგორც ლუკა მისაუბრა, არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული სახის ინფორმაციები მოიძიონ, რაღაცა ინტერნეტში შევიდნენ, ან ქართული ენასთან დაკავშირებით ბარიერი აქვს და ბევრ მათგანს უბრალოდ არც კი აინტერესებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. ის რომ ზუგდიდის უნივერსიტეტში, ანუ თავისუფალ გონზე ისაუბრა ალექსიმ და მე აბსოლუტურად არ ვეთანხმები იმას, რომ მხოლოდ თბილისის უნივერსიტეტებში აქვს სტუდენტებს თავისუფალი გონი და რეგიონებში შეიძლება სტუდენტებს ეს არ გააჩნდეთ, იმიტომ რომ მე მყავს ძალიან ბევრი მეგობარი, რომლებსაც შეუძლიათ იმჟელონ ამ საკითხზე ჩამოაყალიბონ საკუთარი პოზიცია, მაგრამ არსებობს რიგი მიზეზები იმისა, რატომაც ამას ვერ არ ახერხებენ. პირველ რიგში ის არის, რომ როგორც უკვე აღვნიშნე და ალექსიმაც ისაუბრა, რომ აფხაზეთში გადამსვლელ სტუდენტებს შეიძლება პრობლემა შეექმნან საზღვარზე. მეც გავუჩერები ვარ, დაკითხვაზე ვყოფილ ვარ და ეს არის ერთ-ერთი შიშის ფაქტორი, რომლის გამოც შეიძლება სტუდენტმა უკან დაიხიოს. ამას უკან ბექგრაუნდად მოსდევს მისი ოჯახი, რა ვიცი, მშობლები, ოჯახის წევრები, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სტუდენტი ყოველთვის არჩევს იმას, რომ იყოს ნეიტრალური, არ გამოჩნდეს და შეაფაროს. ის სტუდენტები შეაფაროს თავი. ის სტუდენტები, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ დღემდე, ასევე ჩემი მეგობრები, არასდროს არ ჩდებიან ეკრანებთან, მაგრამ ყოველთვის დგანან ჩვენთან ერთად აქციებზე და აპროტესტებენ. ეს ყველაფერი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. რაც შეეხება სტუდენტების აქტიურობას, ეს არ არის მხოლოდ ამ სტუდენტების ნაწილი და ვერ ვიტყვით, რომ სტუდენტის ბრალია ის, რომ არ გამოდის, არამედ სახელმწიფო პოლიტიკის ბრალი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყანა არის მოწყობილი ისე, რომ ყველაფერი ცენტრში არის მოქცეული, დეცენტრალიზაციის ნაწილი აბსოლუტურად არ ვიცი, გაფანტულია. ის რომ მაგალითად ეს აბიტურიენტები, რომლებიც აქ სხედან და არც ერთ მათგანს არ უნდა ზუგდიდის უნივერსიტეტში ჩაბარება, ეს არ არის გამოწვეული იმით, რომ რა ქვია, მაგას შეიძლება აქ
ვერ რეალიზდნენ ან ასე შემდეგ, უფრო სწორედ არის, იმიტომ რომ ასეც იქნება იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელიც ახლა რეგიონში მიმდინარეობს. თუნდაც სწავლების ხარისხი რომ შევადაროთ ერთმანეთს, მე არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია თბილისის უნივერსიტეტებში რა ხარისხით მიმდინარეობს სწავლება, მაგრამ ის რაცაც მე ვხედავ ჩემს რეგიონში და ჩემს უნივერსიტეტში არის ყოველ შემთხვევაში ჩემს ფაკულტეტზე ამაზე ყოველთვის მეკამათებიან ხოლმე რომ შენ აკრიტიკებო, მაგრამ ასე არ არისო, ჩემს ფაკულტეტზე ვერ ვიტყვი რომ აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ ყველაფრით. გამომდინარე იქიდან რომ რეგიონში ასევე დეცენტრალიზაციის პრობლემიდან გამომდინარე არ გვყავს შესაბამისი განათლების მქონე ადამიანები, რომლებმაც შეიძლება წაგვიკითხონ ლექცია სამოქალაქო სამართალზე, ან შეიძლება წაგვიკითხონ ლექცია შრომით სამართალზე, აქედან გამომდინარე უნივერსიტეტს უწევს ეს მუშახელი მოიწვიოს თბილისის უნივერსიტეტებიდან და ჰიბრიდულად მიმდინარეობს სწავლა დღემდე ჩვენ შემთხვევაში ნაწილი ლექციებისა მიმდინარეობს თავისი ონლაინ, ნაწილი მიმდინარეობს აუდიტორიებში და ონლაინ სწავლების შედეგები ყველამ ნახეთ კოვიდის პანდემიის პერიოდში რანაირი იყო და როგორ მიმდინარეობდა. აქციის ნაწილს რაც შეეხება აფხაზეთის საკითხი უკვე გამოყავი და ვისაუბრე რატომ ვერ ახერხებენ ეს სტუდენტები და ახალგაზრდები აქციაზე ასე ხმამაღლა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, მაგრამ ყავს მეორე კატეგორია სტუდენტებისა, რომლებიც არ არიან აფხაზეთიდან, არიან ადგილობრივები, არ ვიცი ხობიდან, წალენჯიხიდან, ზუგდიდიდან და ეს ადამიანები ძირითადად რატომაც მე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში რომ შეიძლება არ გამოდიოდნენ აქციებზე, ასევე არის ერთ-ერთი შიშის ფაქტორი. ამ შიშის ფაქტორთან ერთად ამას წინ უძღვის ის რომ ხშირად მათ უკვე სკოლის პერიოდიდან მოყოლებული ამ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პროექტებში მიღებული აქვთ მონაწილეობა, იცნობენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და მათთან ასე ვთქვათ მეგობრული დამოკიდებულება აქვთ. შესაბამისად ახლანდელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლები არიან და მათ ასე ვთქვათ, ბავშვობიდან ჩანერგილი აქვთ ის, რომ ეს პოლიტიკა, რომელსაც ახლა ანხორციელებს ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული მთავრობა, სწორად მიაჩნიათ. ანუ მართლა გვინ მოგწონს ეს ამბავი თუ არ მოგწონს ეს ამბავი, ყავს საუნივერსიტეტო სივრცეში ისეთი საზოგადოება, რომლებსაც ნამდვილად წამს და ჯერა იმის, რომ ის ყველაფერი, რაც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს, ძალიან სწორია და ჩვენ ვართ, არ ვიცი, რადიკალები, მეამბოხეები, რომლებსაც არანაირი აზრი არ გაგვაჩნია, არ შეგვიძლია რომ სწორად მივმართოთ პოლიტიკა და აბა ომი გინდა სამბები, ძალიან საკმაოდ ისეთი აქტუალურია. პროპაგანდას რაც შეეხება, რაც ირაკლი მიკითხა, რეგიონები და არა მარტო ზუგდიდი ყოველთვის არის ყველაზე მოწყვლადი პროპაგანდის მიმართ. როდესაც ვსაუბრობთ რეგიონზე და გვინდა რომ ეს პროპაგანდა შემცირდეს, მართალია ცენტრზე ყოველთვის ასეთი აქცენტი გაკეთებულია და სულ ვცდილობთ რომ რაღაცა ეს ცენტრის ამბები წამოვწიოთ და მე მაგალითად ჩემს მეგობრებსაც ვეკამათები იმაზე რომ აი ცენტრში წყდება ყველაფერი და იქ თბილისში როგორ წარიმართება იმაზეა დამოკიდებული, ანუ არა, იმიტომ რომ რეგიონსაც უნდა შეეძლოს თვითონ დამოუკიდებლად აწარმოოს პროტესტი და ანუ ის რაც ზუგდიდის პროტესტი და აქციები ჩემი აზრით ნათელი მაგალითია იმისა, რომ აქ ყველაფერი დამოუკიდებლად მიმდინარეობს და ცენტრზე არ არის ეს ყველაფერი დამოკიდებული, ცენტრში განხორციელებული აქტივობები აქ არ მეორდება და ყველა ცდილობს რომ ეს საკუთარი პოზიცია იქნება ამ გამოხატვის ფორმა კონდეს ინდივიდუალიზებული და ამ საჭიროებებზე მორგებული, რომელიც რეგიონს აქვს. ხო, არა, უბრალოდ რაღაც კომენტარი მაქვს მაგ საკითხთან. ხო, დეცენტრალიზაციასთან ზოგადად მეც მინდა დამკითხოს, ასე რამდენად იგრძნობა ზუგდიდი როგორც თვითმმართველი ქალაქი და როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი კი აღინიშნა, რომ პატარა ქალაქია, მაგრამ არ არის, ანუ საქართველოში რამოდენიმე ქალაქია ისეთი, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნის საკითხებზე შეუძლია გავლენის მოხდენა. მე ამ საკითხთან და პროტესტთან კონკრეტულად ის დამოკიდებულება მაქვს, რომ თუ ჩვენ რაღაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეროვნულ საქმეს ვაკეთებთ, ხო? შეუძლებელია ეს ეროვნული საქმე ერთ ქალაქში წლებოდეს. ჩვენ მაგალითად, როცა ვსაუბრობთ, რომ აი მაგალითად თბილისში არგუმენტად მაგალითად ის მოყავს, რომ არა, თბილისში არ იმართება აქციები, კაცო, მარტო იმართება თელავში, ჩხოროწყუში, ზუგდიდში, ქუთაისში, ახალციხეში, დვანიში, არ ვიცი, ქუთაისში, არ მინდა კიდე ბათუმში, არ მინდა ვინმე გამომჩეს რა. ანუ ეს არ არის რაღაც კონკრეტულად ერთი ქალაქის მარტვილში, ხო? აი კიდე გამორჩება ვიღაც, მაგრამ ნუ ანუ იმის თქმა მინდა, რომ არის რამდენიმე ქალაქი, რომელსაც ეს პროტესტი არის მოდებული, თუნდაც იქ ერთი
ადამიანი აპროტესტებდეს, არსებით მნიშვნელობა ამ შემთხვევაში რაღაც მომენტში რაოდენობრივად არ დგას იდეურად, ანუ იმ ადამიანს იმ ქალაქში თუნდაც იმ გარემოში აქვს იმის შესაძლებლობა, რომ რაღაც იდეისთვის იბრძოლოს და იდეის გამო თუნდაც გამოვიდეს ქუჩაში და გააპროტესტოს ან სხვა ნებისმიერი ფორმა მისცეს პროტესტს. ამიტომ ჯერ ეს ერთი ჩვენთან პრობლემურია ზოგადად რაც დეცენტრალიზაციაზე ზოგადად საუბარი, იმიტომ რომ მათ შორის რეგიონში და ჩვენს რეგიონში ალბათ ყველაზე მეტად იმიტომ რომ რაღაც სეპარატიზმს და რაღაცა სიგიჟეებთან არის ასოცირებული და ეს არის მოდელი, როცა თითოეული ქალაქი არის თავის მმართველი, როცა თითოეულ ქალაქში შემოსული თანხა რჩება ქალაქში და არ მიდის ცენტრში, როცა რაცა ენგურ ჰესის რამოდენიმე მილიონი თბილისში არ მიდის და თბილისიდან არ მოდის, ასე ვთქვათ, რაღაც წალენჯიხის შემთხვევაში რომ ავიღოთ მაგალითად ეს არ შეიძლება. ქალაქი რასაც აწარმოებს უნდა რჩებოდეს ქალაქში და შემდეგ უნდა ნაწილდებოდეს. ან პრიორიტეტები გვაქვს არასდროს განაწილებული და ეგ არის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ორთული პრობლემა დეცენტრალიზაციის საკითხში. მე მგონია რომ ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა რაც ეხლა ქონდა საუბარი გამომდინარეობს ზუსტად აი ამ მომენტიდან, როცა ქალაქს არ მართავს ქალაქი, ქალაქს არ მართავს კონკრეტულად ქალაქის წარმომადგენელი, არამედ მართავს ცენტრი და ცენტრიდან მიღებულ განკარგულებებს ემსახურება ყველა რეგიონში. და ეს პრობლემები შემდეგ ისახება განათლებაში, უნივერსიტეტში, სტუდენტში, ლექციაზე, აუდიტორიაზე, რადგან ეს არ არის მხოლოდ რაც სახელმწიფო სტრუქტურა, ეს არის წმინდად ადამიანური სტრუქტურა რა, როცა შენ ხარ შენი თავის მართველი, ამ შემთხვევაში შენ შეგიძლია იყოს შენი ქალაქის მმართველიც. შესაბამისად, ეს ამ საკითხში აბსოლუტურად მოყვები და მესმის და მეც ძალიან მტკივა ხოლმე ეგ მომენტი, როცა რაღაცა პრობლემა იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით, ან ხალხს რაღაც არასწორად ესმის ხო, ამის გამო და ხო, მე ერთადაც დავამატებ ხა მეც ხო აქ ვარ გაზრდილი და დავდივდი სკოლაში და ასე შემდეგ ხო, და ეს სკოლის პერიოდის მერე გადავედი უკვე თბილისში უნივერსიტეტში და მაგის მერე როგორც ხდება ხოლმე იქ რაღაცა რავი დაფუძნდით თუ დაფუძნება ქვია ამას ამ რეალობაში და აი აქ ყოფნისას ხშირად ქონდა საუბარი რა, ხა წლების წინანდელ ამბავს ვამბობ თუნდაც ხელისუფლების წარმომადგენლებთან რომ პრობლემა იდგა ძალიან დიდი ტრანსპორტის რა. მაგალითად სოფლიდან 6 თუ რაღაც საათის მერე ვერ გამოხვალა და აქედან იქით ვერ წახვალა რა რეალურად იმ სოფელში. ხო, აი რაღაცა რო ხდებოდეს თუნდაც აი 9 საათი, აი საუნივერსიტეტო ქალაქია რა პირობითად და თქვა რომ აი ვიღაცა ჩამოდის, რა დღეს ხო აი ლევან ბერძენიშვილია ჩამოსული 7 საათი. რამდენი რაღაც სოფლის ცხოვრები შეძლებს რომ დაესწროს მაგალითად ლევან ბერძენიშვილის რაღაც ლექციას წაიგითხავს ან სიტყვით გამოტურასაც იზამს ხო პირობითად. ხო, ალბათ რა ვიცი ის შობლსაც ან მანქანა ყავს ან რაღაც ხო აი რაღაც ფუფუნების საგანი და რაღაც ხო აი ტრანსპორტი ელემენტარულია აქამდე ვერ მიყვანს და მე სახში ვერ წაიყვანს მაგას მოუწევს ეგრეა რაღაც საუნივერსიტეტო ქალაქში ელემენტარული რაღაც ტრანსპორტის პრობლემა მაინც უნდა იყოს მოგვარებული რომ რაღაც ადამიანმა შეძლოს სახში მივიდეს და ტაქსით არ მოუწიოს წასვლა მით უმეტეს იცით რომ სტუდენტებს მარტო სტუდენტებს არა, მაგრამ სტუდენტებს არ ულხინთ ფინანსურად, ხო? ძალიან ბევრი პრობლემა დგას სწორედ დეცენტრალიზაციასთან ერთად. მე ეს აი აქაურფულზე ლაპარაკობდი, ხო? ეს ფული სად მიდის, ვიღაც ცენტრში მიდის და ვიღაცები მე ინაწილებენ იქ, რა ვიცი. გედედეს აფინანსებენ მაგათ საჭმელს, ისევ ჩვენ რო გცემენ მაგათ, კიდე აი კატასტროფა ხდება, ხო? რეალურად ამ ხალხს ჩვენს მოსახლეობას რო არ ხმარდება და მithom ზუგდიდის ფული ზუგდიდს არ ხმარდება, ეს ხო ფაქტია, ყველა მიცის, ხო? ანუ სახეზეა ხო რეალურად და რეალურად ეგეთ მე განათლებაზე უნივერსიტეტში ყველაფერზე აისახება ხო ტრანსპორტი რაც არის მაგალითად აი ახლა 7-15 წუთზე გადის ბოლო მარშრუტკა რა თქმა უნდა კარგი სუნით წანენჯიხაში და მაგალითად ახლა მე ასე ვთქვა ჩემი მეგობარი რომ არ იყოს წასასვლელი მექნებოდა და აი ხშირად გამომიტოვებია რამდენი შეხვედრა საინტერესო დისკუსია თუნდაც აი ამ უბრალოდ დროის გამო იმიტომ რომ სახში ვერ წავალ და ტაქსი შემოდიჭი ძვირი ღირს და აი ყველაზე მთავარი რაც ანუ ყველაფერს რა თქმა უნდა დროდ ყველაფერი არ მოგვარდება მაგრამ ერთის დავიწყოთ თუნდაც ეს უნდა დავიწყოთ ეს ტრანსპორტი არის იგივე ცისფერი ავტობუსები აი საათში ერთხელ მაინც მაგრამ არ გვეღირსა მოკლედ აი პროტესტზე მინდოდა მეთქვა რომ აი განსაკუთრებით იგრძნობა ჩვენთან თუნდაც ის რომ ახლობლები არიან ამ ქალაქში თითქმის ყველა ერთ მეც ვიცნობთ რაღაცნაირად და
მე რომ მეკითხებიან ხოლმე რომ ან რა ვიცი ხუმრობით მეუბნებიან ან პირიქით 20-30 კაცით გახართ და რაღაცა ანუ არის პერიოდები როცა მართლა 20-30 კაცით გას და არის პერიოდები როცა რა ვიცი ასობით ადამიანი დგას ყოველთვის ერთნაირი არ არის ხოლმე სიტუაცია და ყოველთვის იმას იმჩნევენ ხოლმე 20-30 კაცი როდესაც დგას იმ მომენტს და მე მეუბნები რომ აი ის 20-30 კაცით რომ დგას იდეისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც და რატომ მეტი არ გამოდისო თუ თქვენ მართლები ხართ როცა გვეუბნებიან მე მაქვს ასეთი რაღაც რომ აი IP სამსახურები რაც არის ზუგდიდში მან ალბათ იმდენი ადამიანი არის დასაქმებული, რამდენიც საერთოდ არ სჭირდება ზუგდიდს. და არც ეგ მომენტი არის, რომ ერთი იქ არიან დასაქმებული. მე გამგეობაში მერიაში და ძირითადად ეს მომენტია, რომ იქ დასაქმებულ ადამიანებს შეიძლება განსხვავებული აზრიც ჰქონდეთ, მაგრამ ზოგს საბანკო ვალდებულებები აქვს, ზოგს რა ვიცი, სხვა პრობლემები აქვს რაღაც ოჯახში და ის რაღაცა მიზერული ხელფასი, რომელიც აქვთ, ძალიან სჭირდებათ, ასე ვთქვათ. კიდე მეორე ნახევარი არის ამათი ნათესავები. ანუ ზუგდიდში საერთოდ აი არ ვიცი სხვა ქალაქებში ხდება თუ არა ასე, მაგრამ შეუძლიათ ვიღაცები, ანუ ისე მოვიდნენ თითქოს აი ნახე, შენი გოგო იქ იდგა და ის ცოტა რაღაცა არ არის სწორი და რაღაც არ არის ლამაზი ან რა სიტყვიან, ზუსტად ეგ როგორც აქ იყო ნახსენები. და სამწუხარო რეალობა არის ის, რომ არა ის, რომ რა სიტყვიან ესენი და პირიქით ჩვენი ერიდებოდეთ, პირიქით უტიფრად ცდილობენ ხოლმე ჩვენი პროტესტის გაშავებას და ის ადამიანებიც კი, რომლებიც თქვათ არ წარმოადგენთ რომელიმე პარტიას და არც ახალგაზრდული ფრთის ქვეშ არ ყოფილვართ არასდროს, ყოველთვის რომელიღაც პარტიას ვართ მიწერილი, ძირითადად ნაციონალებს. ეგ მომენტი არის. და ზოგს კიდე მე მგონი აქვს, რომ კომპლექსი აქვს იმის, რომ ნაციონალი არ დაუძახონ, ალბათ რაღაცა ეს მომენტიც არის, იმიტომ რომ იმდენად აი ნაცები გინდათ, ნაცები ხართ, რა ვიცი, იმათთან ერთად როგორ დგახართ და აი ეს ვიღაცასთან ერთად დგომა, რატო გონიათ ხოლმე, ეგ ხო ცალკე საკითხი, ანუ მე სიტყვაზე ახლა აქ რო ვზივარ, კი, თქვენთან ერთად ვზივარ, მაგრამ მე მაგალითად ჩემი იდეები მაქვს, ჩემი აზრები მაქვს და შეიძლება რაღაცებში ძალიან განსხვავებული შეხედულებები გქონდეს ერთმანეთისგან და უბრალოდ ახლა შეგვეძლოს მშვიდად აი თან არსებობდეთ და საუბრობდეთ და ამათ ეს წარმოუდგენელი რამ გონიათ, ანუ შეიძლება რაღაცები, ანუ ეს ეგოს გადადების მომენტი გქონდეს, მაშინ როცა შენ სამშობლოს სჭირდება ეს რაღაცა და მე მგონია რომ თვითონ არასდროს არაფრის და არავის გამო არ გადაუდიათ ეს ეგო რომ ვერ ხვდებიან ალბათ ვერ ხვდებიან ანუ სხვანაირად როგორ უნდა იყოს და რაც შეეხება ზოგადად იმ პრობლემას რომ დიდად არ არის ანუ ახალგაზრდებიც არ არიან ჩართულები იმ პერიოდში როცა მე მაგალითად ვიყავი სტუდენტი ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში და თბილისშიც ვიყავი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში თითქმის ერთი და იგივე სიტუაცია იყო მართალი რო ვთქვა. ანუ ძალიან ანუ როგორ გამოვთქვა იმასაც ვერ ვფიქრობ. ანუ სულ სხვა რაღაცას ველოდი და სულ სხვა რაღაცა დამხვდა. ანუ თავიდან მქონდა ისე ეიფორიის მომენტი, რომ აი ყველა კარგად გექცევა, რაღაცა გესაუბრებიან, მაგრამ მე აღმოჩნდება, რომ რაღაცა სხვანაირად ფიქრობ და აი ამ მომენტში შეხვდები მე ამბოხე და ეგრევე რაღაცა გარიყული, რომელსაც შეიძლება საჯაროდ რაღაც ისეთი უთხრა, ვთქვათ ჯგუფის წინ, რომ ეს არ არის სწორი და გალანძღვასო ვთქვათ და რაღაც რეპლიკებით მოიხსენიო. ნუ მე მაგალითად ძალიან სამწუხაროა ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ თავს გრძნობდი აქაც გარიყულად და გარკვეულწილად იქაც მქონდა გარიყულობის შეგრძნება, იმიტომ რომ შენ თუ ხმას ამოიღებ, მაგ შემთხვევაში თვითონ აი არავინ არ გამოჩნდება შენი დამცველი, პირიქით, ანუ მარტო რჩები ასე ვთქვათ. კი, მე მესმის რომ უფროსებს პატივს უნდა ვცემდეთ, მაგრამ უფროსებს ისიც უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენ თვითონაც ინდივიდები ვართ და თვითონაც გვცემ პატივი და ვთქვათ რაღაც 90-იანებში რა როგორ იყო, ისე ვერ იქნება ახლა და იგივე რეალობა არის თუნდაც რელიგიის მხრივ, ანუ ჩვენ არ ვებრძვით რელიგიას საერთოდ. პირიქით ვინც როგორი წმენა აქვს, იმ წმენით უნდა იყოს და მე ამას ვეთანხმები, მაგრამ არ შეიძლება რომ რელიგია გამოიყენონ იარაღად. აი, თუნდაც აი ახლა ზუგდიდშიც რამდენი ვიცი ისეთი, რომელიც არის ანუ სტიქაროსანი არის და რაღაცა და აი რელიგია იმას კი არ ცდილობს, რომ აი მოყვას მართლა უყვარდეს მრევლს. პირიქით, აი რა ვიცი ეს ტატუ რო აქვს, ეშმაკის დაღია, ეს პირსინგები, ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება. ანუ რელიგია რო იყოს თავის ადგილზე და მართლა ემსახურებოდეს ხალხის ინტერესებს და მართლა თუ გვაქვს ჩვენ იმაზე საუბარი რომ ჰუმანურები ვართ, მაგ შემთხვევაში ყველაზე ჰუმანური რელიგია რო გავიძახით, ტაბურეტით არ უნდა დასდევდეს მამაო, არც აქციის მონაწილეს და არც არავის და ჩვენს მხარეს რომ ყოფილიყო თუნდაც უფრო მეტი რაოდენობით ან მეუფე ან მამაო ან რა ვიცი სასულიერო პირები უფრო უკეთესად იქნებოდა ჩვენი პროტესტის სახეც და ქვეყნის ბედიც ამ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდა. ანუ აქ ხო არ ვსაუბრობთ ვიღაც კონკრეტული ხელისუფალი გვიყვარს თუ არ გვიყვარს, აქ ვსაუბრობთ იმაზე რომ ეს ქვეყანა აუცილებლად უნდა გადარჩეს და არ შეიძლება აი ამბიონიდან ესაუბრებოდეს სიძულვილზე, არამედ უნდა ესაუბრებოდეს სიყვარულზე.
მინდა ასევე ტრანსპორტირების ამბავსაც გავუსვა ხაზი. აი, მე მაგალითად ქალაქში ვცხოვრობ, დევნილთა დასახლებაში ვცხოვრობ. თვითონ ამ დევნილთა დასახლებაში შიგნით, ანუ არ გადის არანაირი ტრანსპორტი, ანუ საქალაქო რაც არის და მე ეგრეთ წოდებული ხაზის მარშრუტკები რაც შეიძლება იყოს კი ახლოს გადის, მაგრამ ეს არის 7:30-ზე ბოლოს და აი ცოტა მოშორებით უკვე ქალაქის შემოსასვლელთან, სადღაც 8:30-ზე ან 8:20 წუთი რო აკლია გააჩნია. ცხოლის კეთილსინდის ერაბაც არის აქ გასარკვევი, იმიტომ რომ წესით საიდანაც 40 წუთზე უნდა გამოვიდეს, მაგალითად 8:20 წუთი აკლია. შეიძლება 35 წუთზე უკვე ბულვართან იყოს, ანუ ეგეც არის და ესე დარჩე რა. ხო და სულ ყოველთვის ანუ ტაქსად ვერ გამოიძახებ, იმიტომ რომ ნუ ფინანსურ საკითხს რო თავი დავანებოთ, სამწუხაროდ ცალკე ეს განათლების პრობლემაც არის და ზოგადად არ ვიცი თბილისში როგორ ხდება, მაგრამ აქ არის კიდე ერთი პრობლემა, რომ გოგო რომ იძახებს ღამით ტაქსს, ცოტა ისეთი საშიშროება ქვია მაგას, რომ ოჯახის წევრებსაც ძალიან ეშინიათ სანამ ტაქსში ვარ, მე წიწაკის სპრეით და რაღაცებით ვარ ხოლმე და ხო და ანუ ეგ მომენტიც არის, რომ აი მაქსიმს არ მინდა რომ ვიძახებდე, იმიტომ რომ რუსული კომპანიაა, მაგრამ მაინც მაქსიმი უნდა გამოვიძახო, იმიტომ რომ ბოლტი ნომრებს ხედავს და მე ეს ძღოლები ხან წერენ, ხან მირეკავენ და რაღაც ეგ ცალკე ეს არის პრობლემა. მოკლედ ჩვენ გვაქვს მაგის ყველანაირი რესურსი, რომ აი 150 დღე ხდება, აი უკვე კი არა დღეს არის მე მგონი 150 დღე და აი რომ აი ამდენი ხანი რაღაცნაირად პროტესტმა ქუჩაშიც და თქვა სოციალურ ქსელშიც არანაკლები ის არის ომები ბჭყალებში გაუძლო, შეძლო ეს ზუგდიდმა, მაგრამ თავის დროზე ვინც გვეუბნებოდა და გვპირდებოდა, რომ აი თვითმართველი ქალაქი იქნებით და ეს ძალიან მაგარია, ზუსტად იმათ წაგვართოს და მე თქვენს რომ ხე გეჭოფი წიეთი, აი ზუსტად აი ამ ფრაზით დავკარგეთ თვითმართველობა. ხალმა რო გააკეთა. კი, სხვათა შორის ყველაზე სამწუხარო ეგ არის, რომ აი ერთადერთი ქალი თავმჯდომარე ყავდა და იმის ნაცვლად რომ რაღაც განსხვავებული სახელით დარჩენილიყო, აგერ იმაში თუ სწორად მახსოვს, ბზობაზე იყო თუ ლაქერნობის დღესასწაულზე ჯიპით შევიდა იქ იმაში ტაძარში ლამის და ესეთი რაღაცები ძალიან რთულია. ხო, აი იმის თქმა მინდა ყველაფერში აბსოლუტურად გეთანხმები და ტრაგედია რაც ხდება რა და აი გვეძახიან ხშირად რაღაც მე ამბოხებს ასე შემდეგ რა. ანუ თუ არის საზოგადოების დაკვეთა ის რომ რაღაც მოდური იყოს ის რომ მოგწონდეს კურდბაცაცები, მოგწონდეს რაღაცა ის ადამიანები ვინც კორუფციაში არიან გარიგებულები და მოგწონდეს ის ადამიანები ვინც ამ ქვეყანას რეალურად ყიდის რუსეთზე, მაშინ რა ვიცი კი ბატონო დამიძახონ მე ამბოხე და რაღაც ნამდვილად მე ამბოხე ვიქნები ამათ წინააღმდეგ რავი 1000 წელი, იმიტომ რომ რავი ეს სახელმწიფო რეალურად ისტორიიდან გამომდინარე, კულტურიდან გამომდინარე არის წმინდა დასავლური ევროპული სახელმწიფო და სხვა არაფერია, რა ვიცი, აი ქრისტიანობაზე ვსაუბრობდით, ხო, ახლა ქრისტიანობა, რა ვიცი, ძალიან ახლოს დგას თვითონ ლიბერალურ ღირებულებებთან, პატივისცემასთან, ემპათიასთან, სიყვარულთან და ასე შემდეგ რა და ეს ამ ადამიანს უნდა დავანახოთ, იმიტომ რომ უკუღმა ესმით ყველაფერი, უკუღმა დაანახეს, ანუ ღირსებაზე რაღაცებს გველაპარაკებიან, რა ვიცი, რელიგიაზე გველაპარაკებიან, ქრისტიანობაზე გველაპარაკებიან, შემოტრიალებულად გველაპარაკებიან, რავი, ქრისტიანი ხარ და როგორ შეიძლება იყო მაშინ ის ადამიანი, ვინც რავი, მართლა ტაბურეტით დარბი ხარ და დაძდევ ადამიანს, ეს ხო ქრისტიანობა არ არის, ხო? ანუ ჩვენი მოვალეობა ძალიან რთულია. და ამ სირთულეში ჩვენ კიდევ უფრო მეტი ძალა უნდა გამოვნახოთ იმისთვის, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში ვიპოვოთ თანამგზავრები რა, ის ადამიანები, ვინც ჩვენი იდეის მატარებლები არიან, იმიტომ რომ ერთადერთი შანსი ამ სახელმწიფოს გადარჩენის არის ის, რომ ჩვენიანები უფრო მეტად დავინახოთ და უფრო კარგად დავიგეგმოთ ერთმანეთთან და კი არ იცით რა, კი არ ჩავიკეტოთ. ანუ არის ის რომ უმრავლესობა არის განსხვავებულ აზრზე და ჩვენზე ლაპარაკობენ ცუდ რაღაცებს. კი არ უნდა ჩავეკეთოთ პირიქით, უნდა გამოვიდეთ და ველაპარაკოთ და უნდა დაუმტკიცოთ რომ მართლები ვართ, იმიტომ რომ ნამდვილად მართლები ვართ და თუ ჩავიკეტებით, ხო, მე გადაგვივლიან და რავი, არავის არ დარჩება იმის ინტერესი, რომ ამ ქვეყანაში დარჩეს, ან თუ დარჩება, მე იმ ადამიანს სული არ გაუჩნდება, რომ უბრალოდ გარეთ გამოვიდეს რა. ამიტომ აუცილებელია, რომ ეს ახლა გარდამავალი პერიოდია ალბათ, რავი, რამოდენიმე თვის ამბავი შეიძლება იყოს და ეს რამოდენიმე თვე ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ უფრო მეტად გავძლიერდეთ. მოდი რაღაც შეჯამებისკენ წავიყვანოთ, რაღაც მე მგონია რომ ძალიან საინტერესო რამოდენიმე საკითხ შევეხეთ და ეს პერიოდიც, რა პერიოდსაც ჩვენ აყურებელი ასე ვთქვათ, ჩვენთან გაატარებს ძალიან საინტერესო იქნება. ხო, ორიოდე სიტყვით რაც შეჯამების სახით ვთქვათ, რომ ნუ არის ხა ბოლო საკითხ რასაც ვსაუბრობდით, არ შეიძლება ყოველთვის ადამიანი იყოს ძლიერის ხარისხან და ხა უნდა იყოს სწორ მხარეს და როცა ამ შემთხვევაში რაც ძლიერებასთან და ძალასთან, ძლიერებას შეიძლება არა ძალასთან
მოდის დაპირისპირებაში სისწორი და სწორი მხარე, ჩემი აზრით, ყველა ღირსეული ადამიანის ვალდებულებაა ამ შემთხვევაში, რომ აირჩიოს სწორი მხარე და არა ძალისმიერი მხარე, რომელიც ამ შემთხვევაში შესაძლოა რა თვალნათლად ვხედავთ, რომ არის რეჟიმი. ხო, ქრისტიანობა არის ამის ყველაზე ნათელი მაგალითი, ასე ვთქვათ. ეს გადაცემა იწერება 26 აპრილს, ჩვენი პროტესტის 150 დღეს და ჩვენ არ ზუგდიდში. დღეს ამის რეაქციაზე გავალთ აქ და ნახავთ და გავესაუბრებთ ზუგდიდელ აქტივისტებს. მოკლედ ეს იყო ექსკურსია, ეს იყო ლიტერატურული ექსკურსი, მედია ისიამოვნეთ ვიდეოთი. ჩვენ შევხვდებით თქვენს მომდევნო ვიდეოში. დროებით.